მოგესალმებით. თემა, რომელზეც დღეს გვინდა ვისაუბროთ, ახლა უმრავლესობას არ გვეხება, მაგრამ უახლოეს მომავალში იმედია შეგვეხება, რადგან თითოეული ჩვენგანი მომავალი დედაა. დღევანდელობა მოიტანა ის, რომ ოჯახში დედაც და მამაც ხშირად მუშაობს. ამიტომ აუცილებელი გახდა შვილი აღზარდოს სრულიად უცხო ადამიანმა, რომელსაც ძიძას ვუწოდებთ. სწორედ ამ საკითხზე ვისაუბრებთ დღეს ორიენტირში. ჩვენი სტუმრები არიან ფსიქოლოგი ნონა გუმბერიძე, იურისტი ანა ხურციძე, სააგენტო ნანის წარმომადგენელი მარიამ გივიშვილი, ვებგვერდი edu challenge-ის წარმომადგენელი ნატა ფხაკაძე. დარბაზში არიან დედების და ძიძების, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას გაგვიზიარებენ. სწორედ დარბაზთან მექნება პირველი შეკითხვა. თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს იდეალური ძიძა? პირველ რიგში, ჩემი აზრით, ძიძა, ეს რომელიც არის რაღაც სპეციფიური, ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო, უნდა გახდეს პროფესია საბოლოო ჯამში და რატომ პროფესია? რომ ისწავლებოდეს ეს პროფესია როგორც ეგეთი, რომ შესაბამისი კვალიფიკაციის ამაღლება ხდებოდეს და შემდგომ სამუშაო გამოცდილება არ იყოს მხოლოდ და მხოლოდ და რეკომენდაცია წინა, ასე ვთქვათ, დამსაქმებლის არ იყოს საკმარისი იმისათვის, რომ ამ ადამიანს მივანდოთ ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი ამ შემთხვევაში ჩვენი შვილები. პროფესიონალი ძიძა პირველ რიგში უნდა იყოს პროფესიონალი, რომელიც უნდა ფლობდეს ყველა იმ საჭირო უნარს და თვისებებს, რომელიც აუცილებელია ბავშვის განათლების, განვითარების და პიროვნული ჩამოყალიბების სრულყოფისათვის. ძიძას ჩემი აზრით უნდა ქონდეს პირველ რიგში თავის კონტროლის შესაძლებლობა და უნდა იყოს მშვიდი. ჩემი აზრით, უპირველეს ყოვლისა, ბავშვები უნდა უყვარდეს ძალიან და პასუხისმგებლობის ძალიან დიდი გრძნობა უნდა ქონდეს. ჩემი აზრით, ძიძას უნდა კონდეს გათვითცნობიერებული თუ რას აკეთებს, ანუ არ უნდა ეკიდებოდეს მხოლოდ იმას, როგორც პროფესიული თვალსაზრისით, იმიტომ რომ ბავშვთან ურთიერთობა ცოტა გამორჩეული სფერო, ასე რომ ვთქვათ, მას უნდა კონდეს განათლება შესაბამისი, უნდა იყოს კომუნიკაბელური, უნდა კონდეს უნარჩვევები, რომ დაამყაროს უშუალოდ კავშირი ბავშვთან. ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ ძალიან ძნელია იმ ადამიანის პოვნა, რომელსაც თქვენი შვილის აღზრდას მიანდობთ. ამ ყველაფერს ნათლად ნახავთ სიუჟეტში, რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ. ნინო ბარბაქაძეს წლის და 8 თვის შვილი ყავს. იმის გამო, რომ იგი მუშაობს, აუცილებელი გახდა ძიძის აყვანა. ნინომ სააგენტო მერი პოპინს მიმართა. ეგონა მერი პოპინსის მსგავს ძიძას იპოვიდა, თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. ანუ თავიდან ძიძა ვიყვანა ერთი თვით ადრე, ვიდრე მომწევდა სამსახურში გასვლა, რომ ერთად ყოფილიყავით სახლში, ანუ როგორ შეეჩვეოდა ბავშვი. ამ ერთმა თვემ ძალიან კარგად ჩაიარა. ბავშვსაც ვატყობდი, ასე ვთქვათ, რომ ანუ კარგად შეეჩვია ამ ქალბატონს, დაუზარებლად ასეირნებდა და ასრულებდა აბსოლუტურად ყველაფერს, რაც კი შეიძლება ვთქვათ მოინდომოს დედამ, ანუ რაც დედამ შეიძლება გაუკეთოს შვილს. სიტუაცია მალე შეიცვალა, როდესაც ნინომ კამერაზე ასახული კადრები ნახა. ერთხელ ესე მოხდა, რომ როდესაც ვესაუბრებოდით ჩემი ქმრის ოჯახს, ეს კამერა და ქუჩა ჩართული დამოუკიდებლად ცალკე შემთხვევით და მეორე დღეს სამსახურში, როდესაც შემოვიდა სამსახურიდან სახლში ჩემი მეუღლე, ანუ კომპიუტერში, ასე ვთქვათ, დახვდა ის, რაც ნახა, ანუ რომ ძიძა ვთქვათ, არ მიდიოდა, როდესაც ბავშვი ტიროდა, ანუ გაღვიძებული იყო და არ მიდიოდა, იჯდა და უყურებდა ტელევიზორს და შემდეგ უკვე, როდესაც ძალიან მაღალ ხმაზე იყო მისი ტირილი, იწყებლებოდა, ასე ვთქვათ, რომ შესასიკვდილი რა გატირებს და ასე შემდეგ, რომ მივიდა ფეხით ამოიყვანა ლოგინიდან და ჩვენ გქონდა ნოხი, ასე ვთქვათ, დაგებული, რომელზეც ზუკა იწყებდა ხოხლას იმ პერიოდში და დააგდო ამ ნოხზე სრულად წყლის ბოთლი, ეთყობა, რომ ბავშვი თვითონ დაელია, არ ვიცი. მერე ანუ ჭამის დროსაც ზუკა თუ არ ჭამდა და იწყებდა ტილს ფეხით აგორებდა იმ სკამს და თვითონ წყნარდებოდა ბავშვი მანეშიც თუ ტიროდა, ანუ რაღაც პერიოდი ტიროდა, ეს უყვიროდა და მერე თვითონ წყნარდებოდა და იწყებდა თამაშს, მაგრამ ის მომენტებიც იყო ეთყობა იმისთვის, რომ ანუ მის ხელში ბავშვში არ გაციებულიყო ან რამე არ მოსვლოდა, როდესაც ტირილი ლოგინში თავისით ჩაეძინებოდა, მერე მივიდოდა საბანს მიაფარებდა, ვთქვა.
მიუხედავად მსგავსი ფაქტებისა, ძიძა პასუხისგებაში არ მიეცა და დაუსჯელი დარჩა. ნინოსგან განსხვავებით ლელა ჯოხაძეს ძიძაში გაუმართლა, თუმცა მას სააგენტოსთვის არ მიუმართავს და ძიძა პირადი რეკომენდაციის დახმარებით იპოვა. ორი ძიძა მყავდა, უпроსოროთ ერთი მყავდა და ეხლა მეორე მყავს. პირველი ორივე რეკომენდაციის ახლობლის რეკომენდაციით ამყავს მოყვანილი. ძიძა საკმაოდ სანდომიანი და კარგი პიროვნება აღმოჩნდა და მშობლებმაც ისე მიიღეს, როგორც საკუთარი ოჯახის წევრი. მთლიანად ოჯახის საქმეთაც არის დაკავებული, ბავშვთან ერთად, როცა ბავშვი უკვე ყველანაირად მოვლა, პატრონობა გაგწეული აქვს თავიდან ბოლომდე და არც ესეთი რამე არ სჭირდება ბავშვს. პარალელურად ოჯახის საქმესაც მიკეთებს, დალაგება იქნება ეს წარცხის დაუთავება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მშობლები საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე რჩევებსაც იძლევიან. ჩემი პირველი რჩევა ეს არის, სანამ ადამიანს პიროვნულად თვითონ ძალიან ახლოს არ გაიცნობ, მაგის მარტო გადატოვება ბავშვთან ერთად მაინც ცოტა ხანი უნდა მოერიდნო და პარალელურად ადამიანზე არის დამოკიდებული, ვერ გაიგებ ვინ როგორია. შეიძლება მოგაჩვენოს თავი არაჩვეულებრივად და მარტო გაიყოს აშინელება, მაგრამ როგორც ასეთი უნდა შეისწავლო პიროვნება მთლიანად თავიდან ბოლომდე და შესაბამისად მე უნდა იმჩელო ის უნდა დარჩეს ოჯახში, უნდა იყოს თქვენი ბავშვი სამღვდელი თუ არა. მე ვთვლი რომ მაინც კონტროლის მექანიზმი უნდა იყოს და ეს კამერა ძალიან კარგი საშუალება მიდროს. დღესდღეობითაც როცა რაღაცას მეუბნებო ვთქვათ, დაეცა აქვს ბავშვი ისე ვერ გაიზრდება რომ არ დაეცეს, მაგრამ აი მე ყოველთვის მაქვს ეს გადამოწმების საშუალება და წყნარა თუ არ რომ აი შემიძლია ვნახო სინამდვილეში რა მოხდა. ყველა ამ რჩევის გათვალისწინებით თქვენი შვილი საიმედო ხელში იქნება და თქვენც მშვიდად შეძლებთ საკუთარი საქმის კეთებას. დარბაზში დასახელდა ყოველთვისობა, რომელიც ასურველია კონდეს იდეალურ ძიძას. რამდენად რეალური ასეთი ძიძის პოვნა? ალბათ რთული არის, იმიტომ რომ პასუხისმგებელი ვერ იქნები, ვერავის თავს ვერ დადებ ხო სიტყვაზე, რომ ეს ზუსტად ისეთია, როგორიც უნდა იყოს. ანუ არის გამონაკლისებიც, მაგრამ ის რომ არსებობს ერთი ცუდი ძიძა, ან ორი ცუდი ძიძა, არ შეიძლება რომ ვილაპარაკოთ, რომ საერთოდ ზოგადად ძიძა არის ძალიან ცუდი. ის რაც თქვა ხა სიუჟეტში ვნახე, რომ უნდა იყოს კონტროლი, ვეთანხმები. დაზღვევის მიზნით, ჩემი აზრით, როგორც მშობელმა, შემიძლია ვთქვა, რომ უნდა იყოს, უფრო მშვიდად იქნება მართლა. ქალბატონო მარიამ, რადგან დღეს არ არსებობს რაიმე სპეციალური რეგულაცია, აქედან გამომდინარე, ყველა ადამიანს შეუძლია გახდეს ძიძა. რა კრიტერიუმებით არჩევთ თქვენ ძიძას? ჩვენ შემთხვევაში უპირველესი კრიტერიუმი არის გამოცდილების ქონა. მიუხედავად იმისა, რომ ფურცელზე დაწერილ რეკომენდაციას პრაქტიკულად არ ვენდობით, ბოდიშს მოვუხდი ყველა რეკომენდატორს, მაინც აუცილებელია რეკომენდაცია. ჩვენ გვაქვს ჩვენ შესაბამისი ბერკეტები, რომლითაც მოწმდება, ეს არ ხდება სატელეფონო საუბრით. უფრო სხვა მეთოდებით ვცდილობთ ძიძის გადამოწმებას. გარდა ამისა, სასურველია ქონდეს პედაგოგიური განათლება. შესაძლებელია არ მუშაობდეს, თავისი პროფესიით არ ყოფილი, არც ერთხელ არ ყოფილა ბავშვთან დასაქმებული, მაგრამ აქვს სურვილი, რომ იმუშაოს ბავშვებთან. ასევე ბავშვებთან ურთიერთობის გამოცდილება. თუნდაც საბავშვო ბაღში, თუნდაც ბავშვთა სახლში. ეს აუცილებელია, ანუ გამოცდილება, ან ბავშვთან ურთიერთობის გამოცდილება, ან შესაბამისი განათლება ამ სფეროში. ამის შემდეგ აუცილებელია ძიძამ გაიაროს ჩვენთან გასაუბრება. გასაუბრებაზე უშუალოდ ვეცნობით ერთმანეთს. ყველა ეს წვრილმანი ნიუანსი, ოჯახური მდგომარეობიდან დაწყებული, თუნდაც ის ვიზუალი, რაც შესაძლებელია ვიღაცისთვის არაფერს არ ნიშნავს, მაგრამ არის მოთხოვნა მშობლებიდან ასეთი, რომ დაუშვათ ძალიან მაღალი ნუ იქნება ჩემი ძიძა. არის ასეთი მოთხოვნა, არის რაღაც სხეულის დეტალები, რომელზედაც ძალიან ამახვილებენ მშობლები ყურადღებას. აი ეს ყველაფერი უშუალოდ გასაუბრებაზე ვეცნობით აი ამ დეტალებს. შემდეგ გასაუბრების მომენტში ვცდილობთ, რომ ღმართ ჩავეწიოთ მის წარსულს, მის დღევანდელობას და მომავალს. რატო გადაწყვიტა ჩვენთან თანამშრომლობა, რატო უნდა? რამოდენიმეჯერ ვუმეორებთ ერთი და იგივე შეკითხვას. რაღაც წვრილმა ნიუანს. რაც ასე ვთქვათ, შემდეგ დასკვნის გამოტანაში გვეხმარება, რამდენად მოტივირებულია იმუშაოს ძიძად. ეხლა გოგონა მახსენა, რომ შესაბამისი კვალიფიკაცია უნდა კონდეს და რაღაც პროფესიული სახე უნდა მიეწეს. აი ასეთ შეკითხვა მაქვს. ყველა დიპლომირებული პედაგოგი არის რეალურად პედაგოგი, ვარგა პედაგოგად არ ვარ, რა თქმა უნდა.
შესაბამისად ვიტყოდი ასეთ რაღაცას, რომ ეს დიპლომი კიდევ უფრო გაართულებს, იცით, გაიხსნება რაღაც ახალ-ახალი რაღაცეები, ტრეინინგებელი ცენტრები და მორიგი ფულის კეთების საშუალება იქნება. მე ასე ვიტყოდი, დიდი საუკეთესო თვისებაა შესაბამისი უნარჩვევები, რომელსაც საუბრის დროს ამოიცნობს ადამიანი და უშუალოდ საქმიანობის დროსაც ძალიან მალე შეამჩნევს, რამდენად ფლობს იგი ამ უნარჩვევებს, თუნდაც ბავშვთან ურთიერთობაში, თუნდაც ბავშვის საქმიანობასთან დაკავშირებულ ჰიგიენას გულისხმობ, თუნდაც ბავშვის მოვლასთან მიმართებაში და აუცილებელია мотиваცია. კონდეს შინაგანი мотиваცია, გაატაროთ თუნდაც ის ერთი დღე დილიდან საღამომდე ბავშვთან. ქალბატონო ნონა, ფაქტია, რომ ბავშვზე ძალადობა დაუშვებელია. რა თვისებები უნდა ქონდეს ძიძას იმისათვის, რომ ბავშვზე არ მოახდინოს ფსიქოლოგიური ტრავმა? მოგესალმებით პირველ რიგში, მართლა ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი თემა და მე არ ვთვლი, რომ დავუშვათ ეს გადამზადების ან დატრენინგების პროგრამები არ უნდა არსებობდეს. იმიტომ რომ მე არ მითქონცეთ რომ არ უნდა არსებობდეს, მე ვთქვი რომ რაღაც ეს პროფესიულ ჩარჩოში ნუ მოვაქცევთ ისე როგორც დავუშვათ პედაგოგი აუცილებლად დიპლომირებული უნდა იყოს. თუმცა ყველა პედაგოგი დაგეთანხმებით რომ ყველა პედაგოგი შეიძლება იმ სტანდარტებს არ პასუხობს, რასაც უნდა პასუხობდეს. ეს რაღაცას გულისხმობ ახლა ძალადობასთან დაკავშირებით, ნუ ძალადობა მოგეხსენებათ სხვადასხვა ფორმის არის და ფიზიკური ძალადობა თუ არ არის, ეს არ ნიშნავს რომ არ არის სხვა ტიპის ზიანი, განსაკუთრებით და ყველაზე მავნე და ყველაზე ასე ვთქვათ გრძელვადიანი შედეგების მქონე არის ფსიქოლოგიური ძალადობა, რომელიც შეიძლება თვალხილული არ იყოს. ანუ ბავშვს არ ქონდეს დავუშვათ რაიმე ხილული ფიზიკური დაზიანება, შენ მოდიხარ, არც ჩალურჯებულია, არაფერი ისეთი არ სჭირს, მაგრამ შეიძლება იყოს გარკვეული ძალადობის ძალადობრივი ფაქტები. ყოველ შემთხვევაში როგორი უნდა იყოს ძიძა იდეალური? პირველ რიგში ეს უნდა იყოს ემოციურად გაწონასწორებული ადამიანი, ხო? ძალიან საგულისხმო და გასათვალისწინებელია მისი მაგალითად ტემპერამენტის ტიპი. მაგალითად მელანქოლიური ტემპერამენტის მქონე ძიძა პატარა ბავშვთან არ არის რეკომენდებული. რატომ? იმიტომ რომ მელანქოლიური ტიპის ძიძა არის უფრო მეტად დავუშვათ უგუნებოდ, ასთენიური, ეს ბავშვის გასეირნება, თამაში ბავშვთან, გართობა, წაკითხვა, ეს ყველაფერი მისთვის შეიძლება იყოს რთული საქმიანობა, ესე ვთქვათ, ხო? ჩვენ არ ვისაუბრეთ ფიზიკურ ნიშნებზე, მაგათ როგორ უნდა იყოს, არ უნდა ქონდეს მაგათად რაიმე ქრონიკული, ასე ვთქვათ, ან ფიზიკურადაც უნდა იყოს ჯანმრთელი, ხო? უნდა წარმოადგინოს ცნობა. ჩვენ არ ვიცით რომ ვიღებთ ძიძას რა დაავადება შეიძლება ქონდეს. და ესეც უნდა გავითვალისწინოთ. თუმცა იმის თქმა რომ ისეთი განაზოგადოთ რომ აი რამოდენიმე შემთხვევის გამო ზოგადად ნეგატიური განწყობა შეიქმნეს ძიძებზე, არც ეს მიმაჩნია სწორად, ხო? კარგი გულისყურით, მოგეთ გულისყურით უნდა გავესაუბროთ, უნდა შევარჩიოთ, ტესტირება უნდა მოხდეს, უნდა დავაკვირდეთ. ეს წინა სამუშაო გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება ვიღაცამ თქვა, რომ ძალიან კარგი ძიძა იყო, არაჩვეული. ან პირიქით, რაღაცა არ მოსწონდა. უნდა ვკითხოთ, რატომ თulis ასე, რა მოსწონდა და რა არ მოსწონდა. შეიძლება ის რაც მისთვის მისაღები, ჩემთვის არ არის, ხო? მისაღები კონკრეტული მშობლისთვის. კიდევ ძალიან საგულისხმოა განათლება, რაც თქვენ ბრძანეთ, ხო? სასურველი პედაგოგიური განათლება გააჩინეთ ან რა ასაკის ბავშვთან. ასევე სამედიცინო განათლებაც მინიმალური, ასე ვთქვათ, პირველადი დახმარების გაწევა რამდენად შეუძლია. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, როცა ადრეულ, ჩვილობას, ჩვილთას ვაბარებთ ადამიანს. რამდენად პასუხისმგებლობით არის ახსავს, რამდენად პუნქტუალურია, მოწესრიგებული, რამდენად ქმნის გარკვეულ და მისდევს დღის განრიგს. ეს ბავშვს უქმნის ჩარჩოს, რომელიც მას ძალიან სჭირდება. იმიტომ რომ ბავშვი არის უფორმო დასაწყისში და ყოველგვარი ეს ვთქვათ გაწერილი გრაფიკი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დაახლოებით ძირითადი თვისებები ეს არის, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს და ძალადობას ძალადობიდან დავიწყეთ საუბარი. ძალადობა მშობლების მხრიდანაც ხშირად ხდება. ამიტომ ძალიან ისეთ საკითხია, მშობლებიც ხშირად ძალადობენ ბავშვებზე, ასევე ჩვენ არაერთი ფაქტი გვაქვს ნანახი, როგორ სასტიკად ძალადობს ძიძა ბავშვებზე, მაგრამ არაერთი ფაქტი ვიცით, როდესაც ძიძა არაჩვეულებრივად ეგუება და ბავშვი არაჩვეულებრივად ეგუება ძიძას და მიჯაჭულიც ხდება მასზე და ძალიან ბევრი წელი ინარჩუნებს კონტაქტს. ამიტომ ეს არის ძალიან ინდივიდუალური, მაგრამ ყველაზე მეტად დასაფიქრებელი საკითხი შეიძლება ითქვას ჩემი აზრით.
იურიდიული კუთხით რომ მივდგეთ ამ საკითხს, რეალურად დედა არის დამსაქმებელი, ხოლო ძიძა არის დასაქმებული მის მიერ. არის თუ არა აუცილებელი, რომ რაიმე შეთანხმება მოხდეს წინასწარ მათ შორის? პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა უნდა გითხრათ თქვენ, რომ ამ თემაზე დაიწყეთ საუბარი და იმ გოგონებს, დედებს, ვინც საერთოდ დაიწყო პირველად, აქ ჩვენ სტუდიაშიც არის რამოდენიმე, იმიტომ რომ ესეთი კამპანიები საბოლოოდ ძალიან კარგ შედეგს გამოიღებენ მომავალში. შეიძლება ეს თქვენ ამ წუთას არ გჯერათ, მაგრამ ეს ნამდვილად ესე იქნება, იმიტომ რომ მაინც ვთვლი, რომ აქ იგივე სამართლებრივი საკითხებიც არის არაიმდენად აქტუალური, რამდენადაც ცნობიერების საკითხები. ადამიანთა ცნობიერების, ჩვენი ცნობიერების პრობლემები არის უფრო მეტი, ვიდრე სამართლებრივი. იმიტომ რომ სამართლებრივად ეს ყველაფერი სადაც დარეგულირებულია. ვიცით, ყველამ ვიცით ძალიან კარგად, რომ ძალადობა დასჯადია, რომ ძალადობის გამო ადამიანები შეიძლება ციხეშიც მოხვდნენ, ესეთ პოპულარული ენით რო ვთქვა, მაგრამ რას მივიჩნევთ ჩვენ ძალადობა და ეს არის სწორედ ცნობიერების საკითხი და ეს არის ყველა მე და ჩემ მეგობრებს შორისაც კი ხშირად რაღაცა გარკვეული აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი. ამიტომ კითხვას რომ დაუბრუნდე იმ კითხვას, რასაც თქვენ დამისვით ხელშეკრულებასთან და ვთქვათ შეთანხმებასთან დაკავშირებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ძიძა, რომელიც შეიძლება იყოს კარგი ერთ ოჯახში, შეიძლება მეორე ოჯახისთვის იყოს აბსოლუტურად მიუღებელი. იმიტომ რომ იმ ოჯახს კონდეს კონკრეტული რაღაცა მოთხოვნები ძიძის მიმართ, რომელიც ამ კარგმა ძიძამ ვერ დააკმაყოფილოს. ამ დროს ცუდ მდგომარეობაში ვარდება, რა თქმა უნდა, დამსაქმებელიც, ცუდ მდგომარეობაში ვარდება პირველ რიგში მშობლები, ვარდებიან და ასევე ძიძა. არ შეიძლება ესე თქვა ხელაღებით, რომ რაღაცა ძიძები ცუდები არიან, თქვენც კარგად იცით ალბათ უამრავი მაგალითი და ძალიან სასიხარულოა, რომ ესეთი მაგალითები არსებობს, რომ ძალიან კარგი ძიძები არიან, მაგრამ დავფიქრებულ ვართ იმაზე, რამდენად ჩამოგვიყალიბებია ზუსტად ძიძასთან ურთიერთობის დროს რა გვინდა. ამის გამოსავალი არის, ვთქვათ, ყველაზე მარტივად ხელშეკრულება. როცა შეგვიძლია მხარეებმა განსაზღვროთ რა გვინდა კონკრეტულად, თუ რაიმე სპეციალური საჭიროებები აქვს ჩვენ შულს, ან თვლით რომ აქვს საჭიროებები, ხო შეგვიძლია რომ ჩავწეროთ ხელშეკრულებაში და იმ ძიძასაც ეცოდინება, რას მოითხოვენ მისგან და რომ იმაზე მეტი არ უნდა მოითხოვოს, ანუ ეს ორმხრივად დაცვის გარანტიაა. და ყველა ვარიანტში ვურჩევ ყველა ადამიანს, რომ გააფორმონ ხელშეკრულება, შეიძლება იყოს ზეპირიც, არ არის აუცილებელი რომ წერილობითი იყოს, უბრალოდ ნათლად ჩამოუყალიბოთ რა გვინდა. ძალიან ხშირად მშობლებმა თვითონ არ იციან რა უნდათ, ან თვითონ არ აკეთებენ იმას შვილისთვის, რასაც ითხოვენ ძიძისგან. ან პირიქით შეიძლება აი ძალიან თქვა კიდევაც აქ რო აი საოჯახო საქმეებშიც იყოს თქვა დამხმარე თუ თავისუფალი სიუჟეტში იყო ხო მე მაგალითად ვთვლი რომ ეს ორი აბსოლუტურად რადიკალურად განსხვავებული მოვალეობაა მე როგორც თქვა ამ შემთხვევაში დამსაქმებლად აღვიქვით იმიტომ რომ მე თვითონაც ვყავს ძიძა და ვთვლი რომ ის კიდევ უფრო სხვა საკითხია როგორ შეიძლება ადამიანს დაავალო ისიც თქვა შეიძლება ძალიან ენერგიულიც იყოს, მაგრამ იყოს გადართული იმაზე, რომ კარგად დააუთოვოს, თქვა ჩემი მეუღლის პერანგი, თუ იმაზე, რომ ბავშვთან გაატაროს მეტი დრო, უფრო რაღაცა კონტაქტური იყოს მის მიმართ. ამიტომ ეს ყველაფერი უნდა განისაზღვროს წინასწარ. თუ ამ ყველაფერზე ის ძიძა თანახმაა და ის დარწმუნებულია რომ ყველაფერს კარგად შეძლებს და გეთანხმება. უკვე შენც მოთხოვნის უფლება წარმოგეშვება იმის მიმართ, რომ მოთხოვო უკვე ეს ყველაფერი. თუ არსებობს სტატისტიკა, რამდენად ხშირია ძიძის მიერ ბავშვზე ძალადობა? სტატისტიკა ისეთი არ არსებობს, იმიტომ რომ ეს არის თემა, რომელზეც ყველას რაღაც რატომღაც ტაბუ აქვს დადებული. რატომ აქვს ტაბუ დადებული, ეს ჩვენ თავში ვეძებოთ ეს კითხვები, ამ შემთხვევაში ჩვენ ალბათ იმიტომ შევიკრიბეთ, რომ გამოსავალი ვნახოთ აქედან და რაღაცა ორივე მხარე კმაყოფილები ვიყოთ საბოლოოდ, ხო? განვითარებულ ქვეყნებშიც კი, როგორიც არის დასავლეთი, ვთქვათ, ჩვენთან შედარებით ბევრად განვითარებული, სტატისტიკა არის ძალიან მაღალი. იქ არსებობს სტატისტიკა და იქ არის მაღალი ეს სტატისტიკა. და ჩვენთან თუ არ არსებობს, ეს ნიშნავს, რომ მინიმუმ იმათ დონეზე მაინც ხო ვართ, მით უმეტეს გაცილებით უფრო სტრესული გარემოა ჩვენთან საცხოვრებლად, რაც აისახება მე ადამიანებზე და ისინი მე უკვე ვერ უმკლავდებიან ამ სტრესს და თან რა არის, იცით, მშობლებიც ვცოდავთ ამ მხრივ. არ არსებობს სტატისტიკა, იმიტომ რომ არ მიუმართავთ ელემენტარულად, არ მიუმართავთ შესაბამის ორგანოებს, გავიგებთ ძალადობის ფაქტებს, ჩვენ თავზე გამოვცდით ამას, მაგრამ არავის არ გვინდა რომ მიუმართოთ. აი რატომ არ გვინდა რომ მიუმართოთ? ეს ცალკე საკითხია, მაგრამ რომ არ მიუმართავთ, ეხლა რა უარყოფითი შედეგი აქვს ამას? ჯერთ ის რომ არავინ
უბრალოდ ფურცლის დონეზეც კი არავინ არ დახედავს ამ სტატისტიკას და არ იტყვის რომ საგან გაშვა, იმიტომ რომ უბრალოდ ესეთი არ არსებობს, ეს ერთი. მერე ის რომ ის ორგანოები და ის პირები, ვინც არიან პასუხისმგებელი იმაზე, რომ ძალადობა აღკვეთონ, თვითონაც ხდებიან ჩამოშორებული ამ პროცესისგან, ანუ ავტომატურად ცილდებიან და დღეს რომც დავურეკო საპატრულო პოლიციას და რომ უთხრა რომ ჩემს თვალწინ ვიღაცას თქვა დედა შულზე ძალადობს ან ძიძა შულზე ძალადობს, მან შეიძლება ესეთი პასუხი მითხრას და მე ამას არ ვიცახის, იმიტომ რომ გქონდა ესეთი ექსპერიმენტი ადრე ჩატარებული, მან შეიძლება გვიპასუხოს რომ იცით რა ჩემი საქმე არ არის, ეს მათი საქმეა, ოჯახის საქმეა. ეს არის სწორედ ის შედეგი, რასაც ვიღებთ. სინამდვილეში ეს არ არის ოჯახის საქმე. მათ კარგად იციან, როგორ უნდა მოიქცნენ სხვა ტიპის ძალადობის შემთხვევაში. თუმცა კანონი ძალადობას თანაბრად განიხილავს. არ არსებობს ესე, რომ აი თქვა ძიძის მხრიდან ბავშვზე ძალადობა, მშობლის მხრიდან ბავშვზე ძალადობა არის ძალადობა. თითქოს ეს ძალიან მარტივად ჩანს, ნუ ერთი ძიძა არ მოგვეწონა, სიუჟეტიც იყო ეს ქალბატონი, რომელმაც ერთი გაუშვა ერთი ძიძა და მოიყვანა მეორე. შეიძლება მეორეც არ მოგვეწონოს, მოიყვანოთ მესამე. ბავშვისთვის არის ძალიან რთული შეგუება უცხო ადამიანთან, ამიტომ როცა ვარჩევთ აი იმ ერთხელ და პირველად, მაშინ გმართებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ გააჩნია ასაკთან, რა ასაკის ბავშვთან მოყვავს მისთვის უცხო ადამიანი, მასთან უნდა მოახდინოს ადაპტირება. ამიტომ კიდევ გამოცვლა ეს განსაკუთრებით სტრესულია ბავშვისთვის და ორმაგად არის საპასუხისმგებლო მშობლისთვის, რომ აი პირველ ჯერზე როცა ის არჩევს ძიძას, არჩიოს ძალიან ყურადღებით, გაატაროს მასთან გარკვეული პერიოდი, რომ ნახოს, შეაფასოს მისი რეაქციები, რამდენად მყისიერად პასუხობს ბავშვის მოთხოვნებს, თუ მართლა დავშოთ ატირებს დიდხანს და მერე მიაკითხავს, სანამ თვითონ არ დამშვიდდება, რამდენ დროს უთმობს ბავშვთან, ასე ვთქვათ, წაკითხვას, თამაშს, თუ ტელევიზორთან უფრო მეტ დროს ატარებს და ამით ბავშვიც უფრო მშვიდად და წყნარად არის. აი ეს ყველაფერი ძალიან კარგად გამოჩნდება მასთან ერთად გარკვეულ პერიოდის გატარებისას. ამიტომ აი ესეთი მოკლედ ძიძების ხშირი ცვლაც კიდევ დამატებითი პრობლემაა. ბავშვის ფსიქოლოგიური კი ნამდვილად. სიუჟეტიც ნახეთ, რომ ძიძამ რომელმაც ბავშვს ეიძალა და იყო სააგენტოს მიერ შერჩეული. ამ შემთხვევაში სააგენტოს პასუხისმგებლობა როგორია და რას აკეთებთ? თუ გქონიათ ასეთი შემთხვევა საერთოდ? ჩვენ არ გქონია ასეთი შემთხვევა, მაგრამ როგორც ქალბატონებმა აღნიშნეს, ყველაფერი ინდივიდუალურია და აბსოლუტურად თავის დადება ძნელია, თუმცა არსებობს აფექტის მდგომარეობა, სადაც შეიძლება ყველაზე გაწონასწორებული ადამიანიც დაუშვათ გაცხარდეს, თუმცა ისაუბრა ქალბატონმა, არსებობს საოჯახო სამართალი, რომელიც რატომღაც სხვა სამართლის დარგებთან შედარებით რატომღაც იგნორირებულია. იქ დეტალურად არის ყველაფერი ჩადებული, თუნდაც ის ძალადობა, თუნდაც ოჯახის წევრებს შორის ძალადობა. როგორც აღნიშნა იურისტმა, ყველანაირი ძალადობა დასჯადია. ჩვენს შემთხვევაში არსებობს სამეთვალყურეო კამერა, რომელიც ჩვენ სააგენტოს აქვს და ეს აქვს რამოდენიმე ოჯახის მოთხოვნისამებრ ის მონტაჟდება სახლში. მე ყველა ოჯახს ვთხოვ, ყველა მშობელს ვთხოვ, არსებობს დღეს სხვადასხვა საშუალებები, თუნდაც აიპადი, თუნდაც ტელეფონი, თუნდაც ლეპტოპი იგივე. იცით, აქ გაშღერდა აქ კადრში და ძალიან ხშირად ამბობენ მშობლები, რომ შემთხვევით დავტოვეთ ჩართული კომპიუტერი. მე მგონი ფსიქოლოგი დამეთანხმება, ეს არანაირი შემთხვევითობა არ არის. მშობელი რა თქმა უნდა დაეჭვებულია, არავითარ შემთხვევაში მე ჩემ შულს არ ვანდობ ასე 2 და 3 დღის გაცნობილ ადამიანს და შეიძლება 2 და 3 წლის გაცნობილ ადამიანსაც ვერ ვანდო და ღიად დავტოვებ მე ამას ჩართულს. ძალიან ღიად ვეუბნებით ჩვენს ძიძებს, რომ ჩვენ გვაქვს სამეთვალყურეო კამერა, რომელსაც თუნდაც ჩვენი ინტერესების გამო დავამონტაჟებთ პერიოდულად გაუფრთხილებლად. ეს არის ერთ-ერთი უსაფრთხოების გარანტია. ევროპაში, სადაც მე გავიარე, ავიმაღლე ასე ვთქვათ კვალიფიკაცია ამ სფეროში, მოიხსენებათ გერმანიაში ეს ასაკობრივი ზღვარი, ძიძის ასაკობრივი ზღვარი იწყება 17 წლიდან და მთავრდება 30 წელზე, წარმოიდგინეთ. მიდიან გოგონები, პატარა გოგონები, რომელსაც საერთოდ არანაირი გამოცდილება არ გააჩნიათ, მაგრამ არის სამეთვალყურეო კამერა, არსებობს იურიდიული ნორმები, რომელსაც უნდა დაექვემდებარო და იცი რომ იქ ყველაფერი, ყველანაირი დარღვევა
სანქცირებულია. იძულებული ხარ დაექვემდება, რომ ანუ ის შენი განწყობა, ნეგატიური, გავუდგინო ფსიქოლოგმა ახსენა ეს მელანქოლიური, დეპრესიული, ეს უნდა გამოირიცხოს. შენ ხარ იქ სამსახურში. უნდა გქონდეს პოზიტიური განწყობა, რასაც ბავშვი მარად გიქმნის, რაც ელკიც არ უნდა იყოს და რა თვითონ აგრესიულიც არ უნდა იყოს, ბავშვის მიერ გაკეთებული ყველაფერი არის ნამდვილად პოზიტიური. ასე რომ ეს ყველაფერი, რაც მიღმიერია და არ ეხება შენ სამუშაოს და ამ შემთხვევაში ძიძობას უნდა დატოვო კარს მიღმა. გიყურებს არაერთი კამერა, არაერთი თვალი, მიუხედავად იმისა, რომ მარტო ხარ სივრცეში ბავშვთან ერთად. იმ შემთხვევაში თუ თქვენს მიერ შერჩეული ძიძა აღმოჩნდა მოძალადე, ანუ როგორ იქნება თქვენი რეაქცია და თქვენი პასუხისგებლობა, რას გააკეთეთ ამ შემთხვევაში? ყველანაირი ძალადობა არის დასჯადი. მიუხედავად პასუხისგებლობა როგორი არის სააგენტოს? პასუხისმგებლობა ძიძა ეს ყველაფერი ჩადებულია ჩვენთან ხელშეკრულებაში. ასევე გვაქვს შინაგანაწესი, სადაც ჩვენი შინაგანაწესის თანახმად სანქცირებულია ძალადობა ჩვენი მხრიდანაც და შესაბამისად აუცილებლად არის ინფორმირებული, რომ იმ შემთხვევაშიც თუნდაც ოჯახმა დამალოს და ხშირ შემთხვევაში, აბსოლუტურ უმრავლეს შემთხვევებში ოჯახები მალავენ, ეს ჩვენგან მოხდება, აუცილებლად მოხდება მისი გამოაშკარავება და იმ შემთხვევაში თუ პატრული გამოძახებაზე არ მოდის, საქალაქო სასამართლოს არ აქვს უფლება, რომ ჩემი სარჩელი არ განიხილოს, ჩემს მიერ დასაქმებული ძიძის უდიერად ან რაღაც პასუხისმგებლობის არ შესრულებაზე რეაგირება არ მოახდინოს. Тому მან ეს ყველაფერი, ეს ვალდებულება ხელშეკრულებით აღიარა, ფსიქოლოგმა აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი დეტალურად უნდა ჩაიწეროს ხელშეკრულებაში და ჩვენ ასე დეტალურად გვიწერია, თუნდაც ის რომ ორი ეტლი აქვს ბავშვს და ერთით გარეთ ზეინობს და მეორე ოთახის სივრცეშია, გარეთ ეტლი არ უნდა მოხდეს შიგნით, ან იმ შემთხვევაში თუ მოხდება შიგნით უნდა დადეზინფექცირდეს, ეს ყველაფერი დეტალურად იწერება ხელშეკრულებაში და ვალდებულია შეასრულოს. მე მაქვს კითხვა, აი თქვენ ბრძანეთ, ზუსტად ეს მაინტერესებს და ალბათ ყველას ეს აინტერესებს, რომ რა უნდა ვქნათ იმ შემთხვევაში, თუ გამოვავლინეთ ძალადობის ფაქტი, ხო? მე ვიცი რაც უნდა ვქნათ და ამას აუცილებლად ვეტყვი დამსწრეებსაც და ყველას, მაგრამ თქვენ როგორც სააგენტოს, თქვენ ამბობთ, რომ თქვენ ვერ იქნებით გარანტორი იმისა, რომ ადამიანი კარგად შეასრულებს თავის საქმიანობას. თუ რატო, ანუ მიზეზი რატომაც შეიძლება თქვენ მოგმართოთ და არა ვთქვათ მითქოს რომ მე ვერ ვიქნები გარანტორი, ჩემი ხელშეკრულებით და ჩემი სააგენტოთი ვარ. ამას ეგ მაინტერესებს. ანუ თქვათ თქვენ ყურამდე მოვიდა ესეთი ინფორმაცია, რომ ძალადობის ფაქტი მოხდა იმ ძიძის მიერ, რომელიც თქვენ გააგზავნეთ. თქვენ ამ დროს მშობლებს უკავშირდებით, სასამართლოში შეგაქვთ სარჩელი, პოლიცია ჯერ უნდა დადასტურდეს ეს ფაქტი, ხო? ხო შეიძლება ეს უბრალოდ ციცრუა იყოს და მეტი არაფერი. თქვენ როგორ ახდენთ მის დადასტურებას? ვიდეოკამერით. ან თქვენ ქართული ვიდეოკამერა და აუცილებლად მომენტალურად უნდა დამონტაჟდეს ვიდეოკამერა. ეს მერე ძალადობის ფაქტი მოხდება, ანუ მაგას გულისხმობ. თავიდანვე ვთავაზობთ ოჯახებს და არ არის პრობლემა ჩვენ პირველივე დღეს დამონტაჟდება. რაღაცა მიზეზების გამო, ჩემი პირადი სივრცეა, ჩემი სახლი და არ დავთანხმდი. ამას იმიტომ კი არ გისვავთ კითხვას, უბრალოდ მაინტერესებს რას აკეთებს ამ დროს სააგენტო, იმიტომ რომ ერთადერთი რაც დღეს არის დადგენილი კანონმდებლობით, რაც უნდა გააკეთოთ, როცა ძალადობის ფაქტს ან შეესწრებით, ან თქვათ ვიღაცა გეტყვით და ეს ეჭვი არის საფუძვლიანი, ეს არის უნდა დაუკავშირდეთ საპატრულო პოლიციას, ნუ 112 საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს. სხვა რაიმე ასეთი რაღაცა სააგენტო კი არსებობს სოციალური დაცვის და სააგენტო, რომელიც თვითონაც 112-ს უკავშირდება. ანუ პირდაპირ შეიძლება ყველა ვარიანტში გადაგამისამართებენ 112-ს. კი, ყველა ვარიანტში. აი მე მაინტერესებს თქვენ ამ დროს თუ იღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ 112 იქნება თუ არ იქნება, თქვენ რამე ზომებს მიიღებთ ამის წინააღმდეგ. იმიტომ რომ ეს მეორე საკითხი არის 112-თან, თქვათ იგივე საპატრულო პოლიციასთან მე მექნება თუ არა კომუნიკაცია, მაგრამ თქვენ თვითონ თუ იღებთ, იმიტომ რომ როცა რაღაცას, თქვათ რაღაცას ჩარჩოს ქვეშ აქცევთ, როცა თქვენ აყავთ ძიძები, ტრენინგებს უტარებთ, ამზადებთ. ანუ თქვენ მეკითხებით პასუხისმგებლობას, რომელსაც არ აიღებს 112 ვიღებ თუ არა პასუხისმგებლობა. თქვათ ოჯახს მორალურ ზიანს იმისთვის, რომ თქვენს მიერ გაგზავნილი ძიძა, თქვათ რაღაც ჯანმრთელობის რაღაც მცირე რაღაცას მისი დაუდევრობის გამო რაღაცა მოხდება, რომლის გამოც ბავშვს დაჭირდა თქვათ მცირედი ოპერაცია. რამდენად ლოგიკურად გეჩვენებათ ახლა დაუშვათ თქვენს მიერ გაგზავნილი კადრის რაღაც
შეცდომის გამო თქვენ აიღოთ პასუხი. სიუჟეტში ნახოს, იმიტომ არ ვსვარ, რომ მე მაინტერესებს ჩემი ლოგიკის გამოცდა. აქ მაინტერესებს თქვენი როლის, რა არის თქვენი როლი. თორე მე არ ვიძახი იმას, რომ თქვენ ადგილას რო ვიყო მე რაზე ავიღებდი პასუხისმგებლობას და რა. ლოგიკურია, ახლა ჩემმა ძიძამ იქ დაუშვათ ჩაიდანი და აზიანა ელექტროჩაიდანი რაღაც მოოქროვილ მოვარაყებული და ამაზე ავიღო მე პასუხისმგებლობა რამდენად სიუჟეტში ყანასწორები შეკურებაში თქო მაგას გეკითხებით ანუ როგორ პასუხისმგებლობას იღებ პასუხისმგებლობას ვიღებ ძიძის კომპეტენტურობაზე რომ ძიძა იქნება ჰიგიენურად მოწესრიგებული ძიძას ექნება ყველა უნარჩვევარად თქვა აიღეთ პასუხისმგებლობა უკაცრავად რომ გაწყვეტინებთ აი აიღეთ პასუხისმგებლობა რომ ძიძა არის ну იცავს ელემენტარულ ჰიგიენის ნორმებს. ხო, რასაც თქვენ ასწავლით კიდევაც ძიძას ალბათ. და ძიძა აღმოჩნდა მოძალადე. არა, ძიძა არ აღმოჩნდა მოძალადე. ძიძამ დაარღვია ჰიგიენური რაღაც ნორმები და ბავშვს ამის გამო თქვა რაღაც ინფექცია შეეჭრა, რომელსაც მკურნალობა ჭირდება. ოჯახი, რომელმაც აიყვანა ძიძა თქვენგან, ამბობს რომ იცით რა თუ თქვენ აიღეთ პასუხისმგებლობა და მე მიწერია ახლა შეკურებაში რომ თქვენ იღებთ ამ ელემენტარულ პასუხისმგებლობებს, მე არ ვიძახი ხა ძალადობაზე. დიახ, ეს დადასტურდება. როგორ დადასტურდება ეს რომ დავუშვათ ჩემი ძიძის გამო მოხდა ამ ინფექციის შეჭრა და არა ბებიამ და ვარ ესეთი მოწესრიგებული ადამიანი და დავადასტურე ეს რომ აი ამით მოხდა იზოლირებულია ბავშვი ხო არ გადის სახლიდან არის სახლში თქვა ძიძასთან მთელი ერთი დღის განმავლობაში და მე არა ვარ ხა ექიმი რომ რაღაცა კონკრეტული რაღაც ინფექციის სახელი თქვა ანუ დამადასტურებელი წყაროები არ თქვა არის დამადასტურებელი თქვენ თუ აიღებთ თქვა ასაც იგივეს დაადასტურებს ოჯახი დავუშვათ საქალაქო სასამართლოში. კი ბატონო, რა თქმა უნდა, ესეთი მაგალითი ვთქვათ, თორე ეს არ ვიძახი რომ ხელშეკრულებაში წერია, რომ ყოველი ხელშეკრულების დარღვევა, ანუ არ შესრულება თავისი სამუშაოზე, ან გადამეტება თავის ძალაუფლების გადამეტება არის სანქცირებული და თუნდაც მშობელმა დამალოს ეს და ჩემთან მოვიდეს საჭიროდ, მე ამის გამო აუცილებლად გადავამისამართებ ძიძას შესაბამის მაკანონმდებელ ორგანოს. ანუ თქვენ ამის სამართლოს აუცილებლად იცით, სანამ არ მოხდება დანაშაულის პრევენცია ერთადერთი მოხდება იმით, მას შემდეგ რაც ვიტყვით, რომ კანონი არის ძალაში და კანონს დავიცავთ ყველა და არა ისე რომ ჩაუსაფრთხებით ერთმანეთს, დავასმენთ ერთმანეთს, მე შენ იმასთან ვიტყვი, ამასთან ვიტყვი. არც ერთი მშობელი წარმოიდგინეთ, ყველა მშობელი დუმს ძიძასთან და მოდის ჩვენთან. კი ბატონო, მე ძალიან კარგია თუ ეს ესეა და კანონის ბოდიში რო გაწყვეტ. აუცილებლად, იცით, მე არავის არ გამოვეკიდები და დავუწყებთ იღებთ თქვენ ხელშეკრულებით, თქვათ, თქვენ თავზე. იქ მშობელსაც ვაფრთხილებ, რომ იყოს საჭირო, იქ თქვენ შორისაც, ანუ ხელშეკრულება ამ შემთხვევაში ჩვეულებრივი მავალებელი აქტია. და თუ თქვათ ჩვენ შორის არის რაღაცა დარეგულირებული, არ არის აუცილებელი სასამართლოში გადაამსახუროთ. მე არ ვარ სამწუხაროდ მაკონტროლებელი ორგანო, რომ მე სანქცია დავუწესო, ხელბორკილი დავადო, დაჭვით ან ასე შემდეგ. არა, მაგას ვეცდები. საუბრობ დანაშაულზე, საინტერესოა როგორ ისჯება ძიძის მიერ ბავშვზე ძალადობა კანონით. ზოგადად, როგორც თქვით უკვე, ძალადობა არის დასჯადი. აქვს სამოქალაქო სამართლებრივი, ადმინისტრაციულ სამართლებრივი პასუხისმგებლობა და ყველაზე მძიმე სისხლის სამართლებრივი. მოდი მე სისხლის სამართლებრივზე ვიტყვი, იმიტომ რომ ყველას კონდეს გაცნობიერებული რა მძიმე არის შედეგი, რაც შეიძლება ძალადობას მოყვეს. ძალადობას სისხლის სამართლის კოდექსი განსაზღვრავს როგორც ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტანჯვას, ანუ ესეთ შედეგი უნდა დადგეს და თავისუფლების აღკვეთა ხდება ამ ასეთი ქმედების დადგენის შემთხვევაში, დადასტურების შემთხვევაში არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი. ეს კიდევ უფრო დამამძიმებელი გარემოებაა და 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და ასევე შესაძლოა საქმიანობის უფლების ჩამორთმევასაც. ამიტომ ესე ხელაღები თქმა რომ აი მე არ მიმართავ სასამართლოს. ეს ნიშნავს რომ ჩვენ ვაძლევთ საშუალებას იმ ძიძას, რომ წავიდეს სხვა ოჯახში, გაზარდოს მოძალადე ბავშვი, რომლის შედეგებსაც ისევ საკუთარ შვილებზე ვიწვნებთ წლების შემდეგ. უკაცრავად შეიძლება რომ კომენტარი გავაკეთო, ახლა გისმენთ რაღაც გარკვეული პერიოდია და აქცენტი არის ძიძა და ძალადობა ძიძისგან. როცა თბილისში 5 წუთის წინ წაეღან ამოვდიოდი კარებში, დავინახე ბავშვზე ძალადობა. ხდება საბავშვო ბაღში, ხდება სკოლაში, ხდება მშობლებისგან. ანუ აქ უკვე პრობლემა არ არის ის, რომ ძიძა არის მოძალადე, არ არის ზოგადად არის ძალადობა პრობლემა. და მე მგონი ეს უფრო განსახილველია. დიახ, ეს განსახილველია, მაგრამ რადგან ხშირია ძიძის მიერ ბავშვზე ძალადობა, ამიტომ განსახილველია. მშობლებისგან უფრო ხშირია.
და ესეთი ქუჩაში თუმცა ეს რომ მშობლების გახშირია ეს არ ამართლებს ძიძას რომ არ ამართლებს ის არ ჩანს და ანუ ჩვენ ხა ძიძებს უნდა უბრალოდ მაგრამ სამწუხაროდ ეს არის მშობლების მიერ ძალადობა უკაცრავად მეტად ბავშვის მიმართ არის ერთგვარი ასე ვთქვათ რაღაც ოჯახში გამეფებული რაღაც ტრადიცია დაუშვათ რომ მშობლები მუდმივად ძალადობენ თუნდაც ფსიქოლოგიურად ბავშვზე და ძიძა და ხდება ეს ტრადიცია, ოჯახური ტრადიცია, ეს თავში წამოთხაფუნების სხვა რამ. ხო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძიძამ უნდა გაიმეოროს იგივე. არავითარ შემთხვევაში არ ამართლებს. ზოგადად ანუ ის პრობლემა არის საქართველოში ეს ამის აღნიშნა მინდოდა თორე ხა ძიძებმა არანაირ უფლება კი არ მშობელსაც არ აქვს და საერთოდ არავის არ აქვს. რადგან მშობლებზე ვლაპარაკობთ, მე ვიცი რომ დარბაზში არიან დედები და მინდა მათ ვკითხო, რამდენად გაუმართლეთ ძიძაში და რამდენად ყვაყოფილები არიან ისინი ამით. პირველ რიგში დიდი მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის. აქ ჩვენ მოვედით და ჩვენ მეგობრები პირველ რიგში ვიტყვი რომ იმის გარდა რომ როგორც მშობლის ამპლუაში მოვედით ჩვენ როგორც მოძრაობა თქვენთან ვართ წარმომადგენლები ჩვენი მოძრაობა თქვენთან ვართ ეს არის სწორედ ანიმ რაზეც ისაუბრა და ძალიან დიდი მადლობა ანის რომელიც ჩვენი მოძრაობის ასევე აქტიური წევრი და მხარდამჭერია ჩვენი მოძრაობა მიზნად ისახავს სწორედ ამ ძალადობის ვიწრო ნიშის აღმოფხვრას რაც არის ამ შემთხვევაში აღმზრდელის მხრიდან ბავშვთა ძალადობა. ანუ მე თვითონ ძალიან გამიმართლა ძიძის აღმზრდელი მოდი ესე ვთქვათ აყვანის მხრივ რადგან ეს არის ჩვენი ოჯახის წევრი რომელსაც პირველ რიგში მე ვიტყოდი რომ მისი პატიოსნება და რა თქმა უნდა პროფესიონალიზმი იყო გადამწყვეტი ჩემ შემთხვევაში მაგრამ ეს არ მიშლის ხელს რომ არ დავხუჭო თვალი ნებისმიერ ძალადობაზე, რომელიც მე პირადად ძალიან ბევრჯერ შევსწრები ვარ, თუნდაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში იყო შემთხვევა, როდესაც აღმზრდელი, ნამდვილად აღზრდელი გადამოწმების და დადასტურების შედეგად ძალადობდა ბავშვზე. ანუ ჩვენ ისევ გადავალ, ანუ ჩვენი მოძრაობის საკითხს, იმიტომ რომ ის თემა მორჩი, რომ მართლა ძალიან კმაყოფილი ვარ და ჩვენ არ ვართ ამ ინსტიტუტის წინააღმდეგი პირიქით, გვინდა რომ ეს იყოს როგორც საომე აღნიშნა, ძალიან დაფასებული პროფესია. მაგრამ საზოგადოების ცნობიერება, როგორც ასევე ანიმ აღნიშნა, არის ძალიან დაბალ დონეზე და პირველ რიგში გვინდა ყველა ეს პროფესიონალებს და ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ფსიქოლოგებს, იურისტებს და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, რომლების მხრიდანაც ძალიან დიდი ჩართულობაა, რომ გვეხმარებიან, რომ მოვიძიოთ ეს ინფორმაცია დაფიქსირდეს და ანუ ყველა იყოს ჩართული, სამოქალაქო პასუხისმგებლობა ამაღლდეს. კაცრავად მიკროფონი რომელსაც შეკითხვა და დამთავრდა თქვენი გაერთიანების ასე ვთქვათ რეკლამირებით და იქნებ ჩვენც მოგწეთ რაღაც იცით რა არის რეკლამირება ხდება მე მგონი რეკლამირება მოძრაობის ხო მე მგონი არ ვიცი რამდენად სწორი ტერმინია შერჩეული იმიტომ რომ ეს არის გამვრცობა ჩვენი მოძრაობის რაც გულისხმობს თუნდაც ისევ თქვენ ჩართულობას თქვენ ჩართულობას სხვადასხვა ორგანიზაციები და არ მოგვიხსენიეთ ჩვენ და რეალურად ეს ძიძები ვის იმიტომ რომ თქვენი მხრიდან სამწუხაროდ არანაირი მხარდაჭერა არ გქონია თორე თქვენც მოგიხსენიეთ და რა ვერ მიიღეთ სამწუხაროდ არ მოგვითხოვია თუნდაც ძალიან ბევრი იმის მხრიდან მაგრამ იყო ჩართულობა თქვენ თუ სურვილი გაქვთ ჩვენ დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებთ. აი გულისხმება თქვენს ჩართულობაზე, თქვენს დახურულ გვერდზე შემოსვლა და ლაიქება? არა, რომ თქვენ მოგვაწოდოთ ინფორმაცია, თუნდაც წერილობითი მხრიდან ან გამოთქვათ სურვილი, ჩვენ არ დაგვეზარება და როგორც თუ დაინტერესდით საერთოდ ჩვენი საქმიანობის შესახებ და თუნდაც ქალბატონმა შეკითხვები დაგვისვა იურისტმა ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ნამდვილად მოწესრიგებული სააგენტო მაგ თვალსაზრისით და დანაშაულის პრევენციას ნამდვილად არ ვახდენთ ზიურის პარკში ჩასაფრებებით და პატარ-პატარა უკაცრავად ჩასაფრებაში რას გულისხმობთ? აი ეს არ შეიძლება იცით ადამიანის უფლების დარღვევა ძალიან დიდი ბოდიში მე თქვენთან საკამათოდ არ აღვიდი და მკითხვა იცით თქვენ ძიძა ხართ თუ მშობელი ხართ? რამდენი მშობელი გამოააშკარავა თქვენმა საზოგადოებრივმა მოძრაობამ და რამდენად აუმაღლეთ მშობლებს. სხვათა შორის დაახლოებით სტატისტიკაც გვაქვს, გამოვლინდა 5-დან 10 მოძალადე ძიძამდე, როდესაც ოჯახი იყო ინფორმირებული და ამის შედეგად მოხდა ძალადობის აღკვეთა. მშობელმა გადასცა თუ არა ინფორმაცია სასამართლოს, ეს მისი პირადი საქმეა, ჩვენ ამაში ვერ ჩავერავით. თუ თქვენ კონკრეტულად გაინტერესებთ ინფორმაცია, შემიძლია დაგაკავშიროთ იმ 5-დან 10 შობლით. უნდა შეჩერდეს ჩვენი მოძრაობის მიზანი არის რომ ეს პროფესია იყოს პროფესია და არა ასე ვთქვათ რაღაც
სახელწოდება რეალურად თქვენ მართალი ამის წინააღმდეგ გიხართ, მაგრამ მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანია რომ ტრეინინგი და რაც მეტი პროფესიონალი იქნება თავის სფეროში, ხო, მით უფრო უკეთესია, მაგრამ რამდენად ფიქრობთ ამ პროფესიონალიზმს, რა ჩარჩოებში მოაქცევთ, რაზე გაგდით? მე წეგან დავსვი კითხვა, ყველა დიპლომირებული პროფესია და ვინც გაიარა 4 წელი ბაკალავრიატი, ყველა ეს დიპლომირებული პედაგოგი გამოდგება პროფესიონალად. ძალიან დიდი ბაჟი, ვერ ხვდები და უშუალოდ ორი აითვისებს იმას და ქართული სწავლება სხვა გააგრძელებს, მაგრამ ძიძის შემთხვევაში ფსიქოლოგმა გასაგებია თქვენი ეს დიდი მადლობა. თუ შეიძლება მშობელს რომ მივცეთ მიკროფონი, რომელსაც ყავს ძიძა და გაგვიზიაროს თავისი გამოცდილება. ვფიქრობთ რომ ძიძა არ ყავს, დედა ჩემი უვლის, ჩემს შვილს და ვფიქრობ რომ არაჩვეულებრივად ასრულებს ამ როლს, მაგრამ დედა ჩემი არის ერთადერთი ანუ არა ძიძა, როდესაც ის საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში, მაგალითად მზიურში ან ვაკის პარკში ასეირნებს ბავშვს. სწორედ მაგიტომ ვინერვიულეთ მშობლებმა, რომ ჩვენი ბავშვები მარტო არიან ძიძებთან, მაგალითად, ხო? 10 ბავშვიდან თუ 9-ს ან 10-ს ასეირნებს ძიძა, არის ეგეთი ფსიქოლოგიური ტერმინი, პროფესიული სოლიდარობა, ხო? შესაძლებელია ამ შემთხვევაში თვითონ ძიძებმა დახუჭონ თვალი ძალადობაზე. ანუ როდესაც მეორე ძიძა ძალადობს, ხო? მეორე ძალიან დიდი პრობლემა, რომ მე თვითონ რო დავრეკე 112-ში ანუ რეაგირება არ მოყვა, მე თვითონ რომ მზიურში ვთხოვე დაცვას, რომ ჩართულიყო პოლიციას, რეაგირება არ მოყვა და მაშინ, როდესაც Facebook-ი გამოვიყენეთ ინფორმაციის განმავრცობელად, მაშინ მოყვა რეაგირება. ჩემთვის მთავარია ბავშვზე არ ძალადობდნენ და რა ფორმით გაუშვეს ძიძა, მოძალადე ძიძა. ეს ასე გამოვიცვლით ძიძებს, მაგრამ მოხდება ამით დანაშაულება. მოდით შევთანხმდეთ რა. თქვენ თუ გინდათ რომ ჩვენი კამპანია გაძლიერდეს და ზუსტად ის რაც თქვენ ძალიან კარგად თქვით. ქალბატონო მარია, მოდი მაგას თქვენ პერიფრაზირებას ვაკეთებთ. თუ დამატდით ძალიან დიდ მადლობას გეტყვით. თქვენ ძალიან კარგად თქვით ახსენეთ რომ მე მინდა რომ კანონი იყოსო ყველაზე ძლიერი ზურგი, ხო ჩვენ? მე ზუსტად იგივე, მაგრამ მე როცა ვხედავ რომ კანონი უძლურია იმიტომ რომ არავინ არ ეკავს, სოციალური სააგენტოები, ხო? ანუ სოცმუშაკები. სოცმუშაკი მეუბნება რომ როგორ მოვახდინო რეაგირება, როცა ჩემამდეო არ მოდიანო. მაგრამ ეხლა როცა ვეკითხები ჩემ მეგობარს, რომ სოცმუშაკები არ არსებობენ, არ იარსებებენ, თუ მე არ მივცემ რეალურ, ასე ვთქვათ, кейსებს, რომ იარსებონ და იმუშაონ. ამიტომ დაგვეხმარეთ. ეხლა ჩემმა მეგობარმა ძალიან კარგად თქვა, რომ ჩვენ არავის არ ვაწუხებთ, ჩვენ არ ვართ NGO, ჩვენ ვართ სოციალური კამპანია, დედები, რომლებიც მუშაობთ და ვზრდით ბავშვებს და ჩვენ უბრალოდ პარალელურად ის 15 წუთი, 10 წუთი დღეში ვიცლით ამისთვის. ყველა ის ადამიანი, რომელიც იყო გადაცემა რეალურ სივრცეში. გასაგებია ცოტა. მაგის შემდეგ თვითონ დაგვიკავშირდნენ და თვითონ ცადეს ჩვენთან ერთად ამ კამპანიის გაძლიერებას, რომ თქვენ თუ ინტერესს გამოიჩენთ, ჩვენ დიდი სიამოვნებით სოციალურ ვიდეო რგოლს ჩავწერთ და სააგენტოების, ასე ვთქვათ, პოზიციასაც დავაკავშირებთ. გასაგებია, დიდი მადლობა. მე ვიცი, რომ დარბაზში არიან ძიძებიც. სამწუხაროდ ისე გამოვიდა, რომ მხოლოდ ძიძების ძალადობაზე ვსაუბრობ და მათ არ ვეკითხებით აზრს, თუ რამდენად უწყობენ მათ ოჯახები ხელს ამისთან დაკავშირებით, რომ გითხრათ თქვენი აზრი თუ შეიძლება. თუ შეიძლება ძიძების სახელით ვილაპარაკებ. კი ბატონო. ხშირად შემოდის არქივარი, ალბათ მენეჯერების ხედან ორი კომპანიის მენეჯერები დამიდასტურებენ, რომ არიან მშივრები. მაცივრის სურათი, ღია მაცივრის სურათი ამ წამსაც მაქვს შენახული ტელეფონში. მიდის ადამიანი სამუშაოდ და დღის განმავლობაში, დღის აქტიური მონაკვეთი უნდა გაატაროს 6 თვის ბავშვთან, ანუ ჩათვალეთ რომ სულ ხელში უნდა ყავდეს ის ბავშვი და ახვედრებენ ცარიელ მაცივარს. სამსახურში სავსე მაცივარს გახვედრებენ ხო? ეს არ არის საჯარო სამსახური, ეს არის საოჯახო სამსახური. ვითხოვთ შეიყვარონ თქვენი შვილი, როგორც საკუთარმა დედამ და თან აშიმშილე. არა, შიმშილზე რა თქმა უნდა ეს სხვა რაღაც არის, უბრალოდ. არა, თქვენ ახლა თქვით რომ სამსახურში კი მე ხშირად ვახვედრებ ხოლმე ჩემს თანამშრომლებს. საჭმელს იმიტომ რომ არა აქვს ამის რა, ანუ პირველ რიგში მგონია რომ ამ საკითხის გადაწყვეტა ერთმანეთის დაპირისპირებით ვერასოდეს ვერ მოხდება. ჩვენ მართლა მგონია რომ იმიტომ ვარ ჩეკრებილი რომ რაღაცა საერთო აზრამდე მივიდეთ. დამერწმუნეთ რომ აი ეს ყველაფერი რასაც აკეთებენ ეს ადამიანები თქვენ ძალიან დაგეხმარებათ მომავალში. დიახ და ჩვენი საქმიანობა არ ეხმარებათ. რა თქმა უნდა ეხმარება, იმიტომაც საქმიანობთ რომ ეხმარებით ადამიანებს. სხვანაირად ეს წარმოუდგენელი იქნებოდა.
ანუ თქვენ რო არ არსებობდეთ, ძალიან ბევრი ადამიანს ხელი შეეშლებოდა, ხო, თუნდაც არ ეყოლებოდა კარგი ძიძა და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კარგი ძიძა ვიცი სააგენტოების მიერ გაგზავნილი. ვიცნობ პირადად ესეთ ძიძებს და მადლიერები არიან. მე არ ვიცი ხა სტატისტიკა კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ არ არსებობს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ დამერწმუნეთ, ჩემი ყველაზე დიდი რჩევა რაც იქნება, როგორც იურისტის, როგორც დედის, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქის, ის არის, რომ ამ თემაზე უნდა ისაუბროთ ძალიან ბევრი. ისაუბრეთ, დაიწყეთ საკუთარ ოჯახებში, იქედან, რომ რა არის ძალადობა, გააცნობიერეთ ოჯახები, რომ ძალადობა არ არის მხოლოდ თავში ხელის წამორტყმა, ან თუნდაც ფეხით მანეჟიდან ამოყვანა, ძალადობა არის ისიც, როცა ადამიანს აიძულებ, გააკეთებინო ის, რისი გაკეთებაც არ უნდა და შეუძლია, რომ არ გააკეთოს. მაგალითად, დამერწმუნებით საკუთარ ოჯახებში, რომ მიკითხოთ დღესვე საღამოს, რომ აი შეიძლება თუ არა, რომ დავაძალო საჭმელი n რაოდენობით ბავშვს, შეიძლება თქვენივე ოჯახის წევრებმა გითხრეს, რომ ბავშვისთვის საჭმლის დაძალება არის აუცილებელი, იმიტომ რომ ის ვერ განვითარდება სხვანაირად. და აი ეს აქ არის ჩვენი პრობლემა, რომ ჩვენ თუ არ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ბავშვი თუ ნორმალურად ვითარდება, ჯანმრთელია, წონაში არ ჩამორჩება და ის ჭამს ძალიან მცირე ულუფას და ჩვენს ბებიებს გონიათ, რომ აუცილებლად დიდი ულუფა თუ არ შეჭამეს, ის უბრალოდ უნდა ჩაასხას, ესე რომ ვთქვათ, ძალით, ეს უკვე ძალადობაა. ცოტა უფრო კონკრეტულად ვისაუბროთ, აქ უკვე გაჟღერდა, რომ ხშირად მშობლები ამბობენ, რომ ჩუმად შემთხვევით რჩებათ კამერა ჩართული და აღმოჩნდება, რომ მათ ჩუმად ჩაურთეს ძიძებს კამერა. ეს რამდენად არის გამართლებული და უნდა შეუთანხმოს თუ არა მშობელმა წინასწარ ძიძას კამერის არსებობის შესახებ? ამ სიტუაციას არეგულირებს კანონი. კამერის შემთხვევით ჩუმად ჩართვა არის არ შეიძლება კანონდარღვევაა. ესე იგი, იმის თუ ჩვენ ვაპირებთ, რომ დავამონტაჟოთ კამერა, რისი უფლებაც გვაქვს, ჩვენ სახლში გვინდა და დავამონტაჟებთ კამერას, ეს არ არის პრობლემა. ამის შესახებ წერილობით ინფორმირებული უნდა იყოს ძიძა. მან აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ იქ სადაც მუშაობს, არის კამერა დამონტაჟებული. ეს არის აუცილებელი. თუ ამ წესს დავარღვევთ ჩვენ და ესე ჩუმად ჩავიწერთ, ხო? ეს ყველაფერი ჩვეულებრივად ჯარიმითაც, ანუ ჯარიმით შეიძლება დაგვეკისროს ამის გამო. ამიტომ აუცილებლად უნდა უთხრათ ძიძას ამის შესახებ. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რაღაც არის, თვითონ ბავშვს შეუძლია ძალიან ესეთი სანდო, ესე ვთქვათ, მესიჯები მოგცეს ამ ძიძასთან დაკავშირებით. მოდის ძიძა, მაგალითად ერთი ჩემი ახლობლის ბავშვი შერბოდა და იძინებდა. გაურბოდა, ბავშვს ჰქონდა განდევნა სრული, ოღონდ ეს ქალი არ ენახა და შედიოდა და თვითონ წვებოდა, იძინებდა არაადეკვატურ დროს. როცა ეხა იმ დროს არ უნდა დაეძინა წესით, ხო? ამიტომ უნდა დავაკვირდეთ, როგორ ხდება ბავშვი, ხალისით ხდება თუ არა, უხარია თუ არა მისი მოსვლა. როგორ ხდება შინ, როცა ჩვენ ბრუნდებით, ხო? როგორ ძინავს ბავშვს? ბავშვს არ შეუძლია ჩვენ რაღაცა ისეთი თავის სიმპტომები ვერბალიზება მოახდინოს და ეხლა მოგვიყვეს, რომ ეს ქალი მე არ მომწონს, ამიტომ და იმიტომ, ხო? მაგრამ თუ ბავშვს აქვს ძილი დარღვეული, თუ ბავშვს აქვს პრობლემები, მაგალითად ესეთ პრობლემები, აი ენურეზი, ან კოშმარები ესიზმრება, იღვიძებს კივის და ასე შემდეგ. ეს უკვე გვაფიქრებინებს, რომ რა შეიძლება რაღაც პრობლემა იყოს მთელი დღის განმავლობაში, იმიტომ რომ ბავშვი ცხოვრობს რეალობიდან გამომდინარე, რასაც ხედავს, რასაც განიცდის მთელი დღის განმავლობაში, ესე ვთქვათ, ამაზე რეაგირებს ღამით. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯია და რაც მთავარია, როგორ ხდება ამ ადამიანს, როდესაც ის მოდის. უკვე ამას შეიძლება დაგვაფიქროს და ნამდვილად დავეთანხმები ჩვენს იურისტს იმაში, რომ აუცილებლად უნდა მოახდინოთ ინფორმირება. ეს უკვე იმის უფლებების დარღვევაც არის, როცა შენ მას უთვალთვალებ, არა, ან უნებართვოდ, ესე ვთქვათ, ხო? და მანაც უნდა იცოდეს, რომ კამერა უყურებს, ან თქვენი დამონტაჟებული, ან ოჯახის მიერ დამონტაჟებული და უფრო მეტად, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობით მოეკიდება და არ დახუჭავს თვალს რაღაც ისეთზე, ნუ გონია, რომ აი ხლა ამ ყავას დაალევს დავუშვათ ბოლომდე და მერე მივავ ატირებულ ბავშვთან. არა, მივამ ყისიერად, ხო? ანუ მოიქცევა ისე, როგორც უნდა მოიქცეს ნებისმიერი ადამიანის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. ჩვენ უფრო მეტად ვისაუბრეთ ძიძების მიერ უარყოფით საქციელებზე, საინტერესოა ძიძებიც თუ ხდებიან რაიმე ძალადობის მსხვერპლი, თუნდაც ფსიქოლოგიურის დარბეში არის ერთ-ერთი სააგენტოს წარმომადგენელი, რომელსაც მინდა ვკითხო, თქვენ თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევები, როდესაც ოჯახები არ უწყობენ ძიძებს
მეცით რა არის ძალადობის და ესეთი შემთხვევები არ გქონია ნამდვილად, მაგრამ აი ეს ფაქტი, რაც წეგან თქვენ აღნიშნეთ, რომ იმ შიერია ძიძა, ეს ახლა ძალიან პირობითია, ახლა შევა შიერზე არ იყოს, მაგრამ აუცილებელია და მნიშვნელოვანია, რომ მშობელმა პირველ რიგში ისეთი გარემო შეუქმნას და ისეთ ურთიერთობაში შევიდეს ძიძასთან და ძიძას ასევე ჰარმონიულ გარემოში იყვნენ, რომ შემდგომში უკვე თვითონ ძიძასაც სურვილი გაუჩნდეს, რომ მის ბავშვს ისევე მოექცეს და აღზარდოს, როგორც საკუთარი შვილი, ხო, ხომ ასეა? არ შეიძლება ხა როგორც წესი ერთ სიტყვენ მშობლები თავდაპირველად და მე აღმოჩნდება რომ ყველაფერს ძიძას შეახოცებენ ასე ვთქვათ საქმესაც აი ძალიან ბევრ რაღაცას და ძიძა უბრალოდ ხა ერთი ადამიანია და ყველაფერს ერთად ვერ გააკეთებს ამიტომ კონკრეტულად უნდა იცოდეს მას რა ევალება და უნდა მუდმივი ურთიერთობა ჰქონდეს მშობელთან ძიძას და ინფორმირებული უნდა იყოს მშობელი ბავშვის ჩივილები იქნება ეს თუ რა აწუხებს ბავშვს, რა სიამოვნებს, რა არ სიამოვნებს და უნდა იყოს თანხვედრა. ერთად უნდა ზრდიდნენ ბავშვს, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ყველაზე ძვირფასია, ხო, რასაც ვანდობთ ძიძას, ჩვენ საკუთარ შვილს. ამიტომ თუ ჩვენ მშობლები არ მოვექცევით ძიძებს სათანადოდ, მაშინ არც უნდა მოვითხოვოთ ძიძისგან ესეთი ძალიან მაქსიმალური და კარგი და ესეთი დამოკიდებულება ბავშვების მიმართ. თუმცა აი ჩვენ საანგეტოში ძალიან იშვიათად არის ესეთი საბედნიეროდ ცუდი შემთხვევები თითქმის რა ვიცი არ მახსოვს 10 წლის ხდება ჩვენი სააგენტო თაბუნი და ასეთი რამე არ ყოფილა და ყველანაირად ვცდილობთ რომ როდესაც მოდის ძიძა უნდა რომ დაიწყოს ხო მუშაობა ისეთი ანკეტა გვაქვს ჩვენ შესავსები სადაც მაქსიმალურ ინფორმაციას ვიღებთ ამ ძიძის შესახებ მისი პიროვნების შესახებ მისი ოჯახური მდგომარეობის წარსული იქნება ეს სამუშაო ძირითადად ექიმები სამედიცინო განათლების მქონე პირები არიან ძიძები, პედაგოგები და რა ვიცი, ყველანაირად ვცდილობთ, რომ ხელი შეუწყოთ და დაკმაყოფილდეს როგორც ოჯახის წევრი, ანუ მშობელი, ასევე ძიძაც კმაყოფილი იყოს. და ამიტომ როცა ვსაუბრობთ ამ თემაზე, მნიშვნელოვანია მშობლის როლიც. არ შეიძლება ესე მარტო ძიძაზე ყველანაირი პასუხისმგებლობა და მაქსიმალურად ძიძისგან მოვითხოვოთ. მშობლებმაც უნდა ვეცადოთ, რომ რაღაცნაირად ძიძასთან ადამიანური დამოკიდებულება დავამყაროთ და შესაბამისად შემდგომში ძიძაც აუცილებლად ეცდება მაქსიმუმი გააკეთოს ოჯახისთვის. დიდი მადლობა. ფსიქოლოგს მინდა ვკითხო, რა საკიდან არის რეკომენდირებული, რომ ბავშვი მაღზარდოს ძიძამ? ხშირად გამიგია, რომ დედები ეჭვიანობენ ძიძებს და აი ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოხდეს დაბალანსება ურთიერთობის? ხო, ეს რა საკიდან ეს სრულებით ინდივიდუალურია, იმიტომ რომ ეს გააჩნია მშობლის საჭიროებაზე, უფრო მეტად დამოკიდებული რა საკიდან დავუშვათ უწევს მას გასვლა სამსახურში, ძირითადად ამაზეა ხოლმე დამოკიდებული, თუმცა სასურველია რომ ბავშვს ჰქონდეს ჩამოყალიბებული მიჯაჭვულობა, აქტიური მიჯაჭვულობა მშობელთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდეს მშობლის მხრიდან სხვა ადამიანის შემოყვანა მის ცხოვრებაში, რომელსაც მასთან ერთად მიეჩვევა ბავშვი. და აი ეჭვიანობასთან დაკავშირებით ზოგადად მშობლები ხშირად ეჭვიანობენ დედები, ბებიებზეც ეჭვიანობენ ხოლმე დავუშვათ ბავშვი შეიძლება ბებია ძალიან უყვარს და ამაზეც აქვთ ხოლმე ესეთი გადამეტებული მიჯაჭვულობა თვითონ მათაც ბავშვების მიმართ. სასურველია რომ ძიძა თავისთავად მთელი დღის განმავლობაში არაერთხელ მაგალითად ახსენებდეს დედას, აი როცა დედა დაბრუნდება, დავუშვათ ჩვენ ეს დავახვედროთ, ან როცა დედა დაბრუნდება, აი მე ვეტყვი რომ შენ აი ეს ლექსი ესე კარგად მითხარი, ან შენ რო ესე იცებ, სხვადასხვა ხო აი შენ მოდი დედას ეს დავუხატოთ და ასე შემდეგ. ანუ კავშირი დედასა და შვილს შორის მთელი დღის განმავლობაში არ უნდა გაწდეს ის რომ დედამ კარი გაიხურა და ის გაქრა, ესე არ უნდა აღიქვას ბავშვმა, ხო? საერთოდ ბავშვს ეს ვთქვათ, კოგნიტურად მუდმივობის განცდა როდის აქვს ადამიანებს, ეს დაახლოებით 5-6 თვიდან ის უკვე ხდება, რომ დედა მიდის, მაგრამ დედა არ გამქრალა. ამიტომ ეხლა მაქამდე, ანუ 2 თვის, 3 თვის ძალიან ცოდოა ბავშვი, რომ ეხლა ძალიან ჩვილი გადავაბაროთ ძიძას. მას უნდა ქონდეს მიჯაჭვულობა ჩამოყალიბებული დედასთან და დედა დაეხმაროს ასევე იმაში, რომ ახალ ადამიანს შეეჩვიოს, მასთან ერთად პირველ რიგში ნელ-ნელა უნდა მოახდინოს შეჩვევა. ერთ ბაშად აი ესე რომ ორი დღის დავუშვათ ორჯერ ანახოს ძიძა და მე უკვე დატოვოს და წავიდეს არ არის სასურველი ნამდვილად. თადარიგი უნდა დაიჭიროს ადრიანად. ასევე ამბობენ რომ ძიძის მიერ გაზრდილი და მშობლის მიერ გაზრდილი ბავშვები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. თქვენ რა სიტყვით ამ საკითხთან დაკავშირებით? ხო, ეს ძალიან რთული საკითხია. ამ სტატისტიკური მონაცემებიც როგორც ასეთი არ არსებობს. მთავარი არის ბავშვს ისეთივე თბილი დამოკიდებულება ჰქონდეს ძიძის მიმართ,
როგორც მას შეიძლება, როგორც მას აქვს დედასთან, ხო? ანუ დედის ჩანაცვლება არც ერთ შემთხვევაში არ ხდება ძიძის მიერ, მაგრამ აუცილებელია რომ კონდეს თბილი, სანდო ურთიერთობა ძიძასთან, ანუ ენდობოდეს, რომ ის რეაგირებას მოახდენს მის საჭიროებებზე, რომ მას ცალია ბავშვისთვის, რომ ის დავშვა წაუკითხავს, რომ ესე ვთქვათ, მოახდენს მასთან აქტიურ კონტაქტს და აი თუ თბილი ურთიერთობა აქვს, არ მგონია რომ ეს შეხედულება იყოს, ასე ვთქვათ, მართებული, თუმცა მშობელი როცა ბრუნდება, მან ის ყოველი წუთიც კი, რომელიც ბავშვის დავშვა დაძინებამდე რჩება, უნდა გაატაროს ბავშვთან და ამით სხვათა შორის მშობლებს ძალიან ხშირად გონიათ ხოლმე, რომ მთელი დღე სახლშია და ამ დროს შეიძლება ემოციური კავშირი თითქმის არ მყარდებოდეს დედას და შვილს შორის. ის შეიძლება საერთოდ არც კი აქტიურ კონტაქტს არ მყარებდეს შვილთან და ამ დროს სამსახურიდან დაბრუნებულმა შეიძლება 15 წუთი და 9 საათი დაამყაროს აქტიური ემოციური კავშირი და ეს ეყოს ბავშვს. ამიტომ ესეთი საკითხია რა, ანუ მშობელი რომ მოვა, აი მე დაღლილი ვარ, მე მთელ დღე ნამში ვარ, დაღლილი ვარ და დაიძინოს ეხა ხო? ეს არა ხო? ანუ ის ყოველი წამი უნდა გამოიყენოს ბავშვთან კონტაქტის დასამყარებლად და მაშინ არ გვექნება ემოციური გაუწყუების ან ასე ვთქვათ, რაღაცა განსაკუთრებულობის შეგრძნება ამ ბავშვებთან დაკავშირებით, ძიძის მიერ გაზრდილი. ბოლოს მინდა თვითონ სტუმარს გთხოვოთ, დავიწყოთ თქვენგან. იქნებ მითეთ რჩევა ძიძებს და მშობლებს, როგორ დაარეგულირონ ურთიერთობა, როგორ აღზარდონ ბავშვი? ბავშვის ასაკს გააჩნია პირველ რიგში, რა ასაკში უწევს ძიძას მასთან კონტაქტში შესვლა. თქვენ მშობლებზე მეკითხებით თუ ძიძებზე, თუ ორივეზე ერთად? ორივეზე ერთად. ეს ცალკე საუბრის თემაა კიდევ ძალიან ვრცელი, ესე ვთქვათ. მოდი მე ეს მოვიშველებ კარლ როჯერსის სიტყვებს, რომელიც იყო ჰუმანისტური ფსიქოლოგიის ფუძემდებელი და გეტყვით, რომ ბავშვისათვის, იმისათვის, რომ ბავშვი ჩამოყალიბდეს სრულყოფილ პიროვნებად, სრულიად მცირე რაღაც არის საკმარისი, ეს არის ემპათია, თანაგრძნობა, თანაგანცდა, პატივისცემა და სიყვარული. მოდი მე ურჩევდი მშობლებსაც, რომლებიც ყოველთვის სწორად ვერ იქცევენ სამწუხაროდ და ძიძებსაც, რომ ეს სამი ძირითადი პრინციპი დაიცვან და პრობლემებიც ნაკლები იქნება. გასაგებია, თქვენ რა რჩევით? პირველ რიგში მე ვურჩევდი მშობლებსაც და ძიძებსაც, რომ გქონდეთ ერთმანეთთან აქტიური კომუნიკაცია, იმიტომ რომ ეს კომუნიკაცია ისევ იმას ემსახურება, რომ ეს ბავშვი რაღაცა თანაზომიერად, თანხვედ გარემოში გაიზარდოს. აუცილებლად შეთანხმდნენ, მე როგორც იურისტი ამ შემთხვევაში ვიტყვი, აუცილებლად შეთანხმდით მშობლებო და ძიძებო თავიდანვე რა გსურთ რომ მიიღოთ და რისი მოთხოვნის უფლება გაქვთ ერთმანეთისგან. თუ თქვათ გსურთ რომ დააყენოთ კამერა, რომლითაც შეგიძლიათ რომ ჩაატაროთ მონიტორინგი, ამის შესახებ აუცილებლად აცნობეთ ძიძებს და თუ შეესწრებით ძალადობის ფაქტს, იქნება ეს თქვენი შვილის მიმართ, ხვის მიმართ, ან გაგიჩნდებათ საფუძვლიანი ეჭვი, რომ არსებობს ძალადობის ფაქტი, იქნება ეს ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური, რომელიც უფრო რთულად გასაგებია, მაგრამ უფრო მძიმე შედეგები აქვს, როგორც ფსიქოლოგმა ბრძანა, აუცილებლად მიმართეთ საპატრულო პოლიციას იმისთვის, რომ ეს მომავალში მათაც გააცნობიერონ, რომ ეს არის მათი საქმე და მათ უნდა მოახდინონ შესაბამისი რეაგირება. თქვენ როგორც სააგენტოს წარმომადგენელი? ჩვენ სააგენტოს აქვს ვებგვერდი nani.gi, სადაც სასარგებლო რჩევებში გვიდევს ძალიან საინტერესო სასარგებლო რჩევები, რომლებიც გათვლილია როგორც მშობლებისთვის, ასევე ძიძებისთვის. ჩვენ ვთხოვთ ყველა მშობელს რაღაც პერიოდი გაატაროს ძიძასთან ერთად, ჯერ თვითონ კარგად გაეცნოს საკუთარ ბავშვს. თუნდაც პირველი 2-3 თვე თუ დაუშვათ მე-6 თვეზე უკვე აპირებს საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვას ან უმთავრდება დეკრეტი, რაღაც ერთი თვით ადრე მაინც აიყვანოს ძიძა. თვითონაც კარგად იცნობდეს თავის შვილს, თავის ბავშვის ფსიქოლოგიას, ემოციას, დაუშვათ ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომ ეს კარგად გადასცეს მერე ძიძას. ყველაფერი დეტალურად დაუხსნას, ასევე გაატაროს რაღაც გონივრული პერიოდი ძიძასთან ერთად და ბავშვთან ერთად. ამის შემდეგ მაინც ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი კანონის დონეზე უნდა იყოს აყვანილი. ჩვენი ხელშეკრულებით ეს ნამდვილად კანონის დონეზე გვაქვს აყვანილი და რა თქმა უნდა ვთხოვთ კიდევაც და მოვითხოვთ კიდევაც დაიცვან ელემენტარულად ადამიანის უფლება. გასაგებია, თქვენ რჩევებით? ანუ სამომწურავად ისაუბრებს უკვე დავეთანხმებით თვითეულს, უბრალოდ ვიყოთ ადამიანურები ერთმანეთის მიმართ.
ვერაფერს ვერ დავამატე და გვიყვარდეს ერთმანეთი და გამოვრიცხოთ კატეგორიულად ძალადობა. ჩვენამ გადაცემით ჩვენებინა ამ პრობლემის გადაჭრის გზები. ჩვენ გვინდა მადლობა გადაუხადოთ ძიდებს, რომლებიც უვლიანად ზრდიან ჩვენ შვილებს კეთილს ინდისერად და მინდა მადლობა გადაგიხადოთ აქ მობრძანებისათვის. მადლობა.